კოსმიური სკოლა ამბავი, რომელსაც ასე ვერავინ მოგიყვება. ცოდნა, რომელიც ამ არხზე ზიარდება, მეს არ ეკუთვნის. მოიტანა სისტემამ, რომელშიც ცხოვრობთ. იესო ქრისტეს სისტემამ. შესაბამისად საერთოა. სინათლეში მოიხმარეთ თვითოულმა გაზიარებული ინფორმაცია. ამენით. გაიგეთე ყურსასმენები. კარგად მოკალათდი და მოემზადე მორიგი მოგზაურობისთვის. ვიწყებთ. ალქიმიკოსის დღიური. მეხუთე მოგზაურობა. გოლიათი. რიცხვი, რომელმაც სიტყვა დაივიწყა. დიდი ილუზია, რომელშიც ცხოვრობთ. ბევრს გონია, რომ თაობების ცვლილება ავტომატურად ცვლის სისტემას. მაგრამ ასე არ არის. ისტორიამ გვაჩვენა, რომ სისტემა თავისი მეთოდებით, შიშებით, კონტროლით, ბევრად უფრო ძლიერი და გამძლეა, ვიდრე გვგონია. ფაქტია, თაობები იცვლებიან, მაგრამ სისტემა იმეორებს თავს. ახალი სახეები მოდიან, ძველები მიდიან, მაგრამ იგივე სცენარი მეორდება მანამდე, სანამ თავად სისტემა არ გადაეწყობა. სისტემის ძრავი კი ჩვენშია. დავითისა და გოლიათის ამბავი. ასობგერული და რიცხვითი სისტემების კოსმიური ომი. და ვიდრე გავაგრძელებთ, მნიშვნელოვანი აღნიშნოთ. ეს არის ბიბლიური ტექსტის სიმბოლური და მეტაფორული წაკითხვა და არა მისი ტრადიციული თეოლოგიური განმარტება. მეგობრებო და თანაპლანეტელნო, დღეს ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ ისტორიული ან ლიტერატურული ტექსტის გარჩევას. ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავშიფროთ მატრიცა, რომელშიც თქვენ ყოველდღიურად იღვიძებთ, სწავლობთ, გიყვართ და გონიათ, რომ ცხოვრობთ. ჩვენს ცივილიზაციას ყავს უხილავი დიქტატორი და ამ დიქტატორს ქვია რიცხვი. იყო დრო, როდესაც კაცობრიობა სიტყვით იბრძოდა და სიტყვით ქმნიდა. სიტყვა იყო უზენაესი ღირებულება, კოსმიური წონისა და ღვთაებრივი ენერგიის მატარებელი. ბიბლიური ამბავი იმაზე, თუ როგორ დაამარცხა დავითმა გოლიათი. ერთ დროს ებრაელები და ფილისტიმელები ერთმანეთს ეომებოდნენ. ფილისტიმელთა ბანაკიდან ყოველდღე გამოდიოდა უზარმაზარი მეომარი. გოლიათი. გოლიათი დაახლოებით 3 მეტრამდე სიმაღლის გიგანტად არის აღწერილი. მას მძიმე ბრინჯაოს აბჯარი, შუბი და ხმალი ჰქონდა. ის ყოველდღე იწვევდა ისრაელიანებს. გამომიგზავნეთ ერთი კაცი. თუ ის მომერევა, ჩვენ თქვენი მსახურები ვიქნებით. და თუ მე მოვერევი, თქვენ ჩვენი მსახურები იქნებით.
ყველას ეშინოდა, მათ შორის თვით მეფე საულსაც. ვინ იყო დავითი? იმ დროს დავითი ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწყემსი იყო. მისი უფროსი ძმები ომში მსახურობდნენ, ხოლო დავითი მამის ფარას ულიდა. ერთ დღეს მამამის ბანაკში გააგზავნა, რათა ძმებისთვის საკვები ჩაეტანა. იქ მისულმა მოისმინა გოლიათის შეურაცხყოფელი სიტყვები და გაოცდა. რატომ არავინ პასუხობს მას? დავითმა თქვა, რომ თავად შეებრძოლებოდა გოლიათს. ბრძოლა. მეფე საული თავიდან არ ენდობოდა დავითს. შენ ხომ ჯერ კიდევ ბიჭი ხარ, ის კი მთელი ცხოვრება მეომარია. მაგრამ დავითმა უპასუხა, რომ წყემსობისას ლომებისა და დათვებისგან იცავდა ფარას და ღმერთი ახლაც დაეხმარებოდა. საულმა თავისი აბჯარი შესთავაზა, მაგრამ დავითმა ვერ მოირგო ის. ამიტომ აიღო მხოლოდ თავისი შურდული, 5 გლუვი ქვა და მწყემსის კვერთხი. გოლიათმა რომ დაინახა, დასცინა. ძაღლი ხომ არ ვარ ჯოხით რომ მოდიხარო? დავითმა უპასუხა, შენ მოდიხარ ხმლითა და შუბით, მე კი უფლის სახელით მოვდივარ. გამარჯვება. დავითმა შურდული დაატრიალა და ქვა ესროლა. ქვა პირდაპირ შუბლში მოხვდა გოლიათს. გიგანტი მიწაზე დაეცა. დავითმა შემდეგ გოლიათის საკუთარი ხმალი აიღო და ბრძოლა დაასრულა. ამის შემდეგ ფილისტიმელები გაიქცნენ, ხოლო ისრაელიანებმა გამარჯვება მოიპოვეს. ძველი ქართული ასომთავრული თავისი სრული 40 ასონიშნიანი სისტემით წარმოადგენდა პირველ სახის კოდს, რომელიც ადამიანს არა მხოლოდ მოყვასთან, არამედ სამყაროს შემოქმედთან აერთიანებდა. ამ პირველქმნილი სულიერი სისტემის წიაღიდან იბადება ბიბლიური დავითიც. ფიზიკურად პატარა, მატერიალურად დაუცველი, მაგრამ 40 ასონიშნიანი სიტყვით, რწმენითა და აზრით აღჭურვილი მწყემსი. მაგრამ მის წინააღმდეგ აღიმართა გოლიათი. რა თქმა უნდა, ეს მეტაფორაა და გოლიათი არ არის უბრალოდ ვეებერთელა კაცი დიდი კუნთებით. სიმბოლური ხედვის ფარგლებში გოლიათი შეიძლება განვიხილოთ როგორც ათობითი რიცხვითი სისტემის პირველი ტექნოკრატული სიმბოლო. ტექნოკრატია. სიტყვა შედგება 2 ბერძნული ფუძისგან. ტექნო, ხელოვნება, ოსტატობა, ტექნიკა, უნარი და კრატოს, ძალაუფლება, მმართველობა, ბატონობა. პირდაპირი მნიშვნელობით ტექნოკრატია უდრის ტექნიკური ცოდნის მმართველობას ანდა სპეციალისტების ხელისუფლებას. მოდით ახლა არა ისტორიულ ეტიმოლოგიას, არამედ სიტყვის სიმბოლურ დაშლას ჩავხედოთ, რომელიც ქართულ ენაშია დაშიფრული. გოლი, რაც ქართულად ტკბილს, ნექტარს ნიშნავს. 10. სიმბოლური წაკითხვისას გოლიათი შეიძლება დავინახოთ როგორც ტკბილი 10. ეს არის მატერიალური კმაყოფილების, ციფრული კომფორტის, სიზუსტის, წონისა და მოცულობის სისტემა, რომელიც ადამიანს ატკბობს, აბრუებს და სულს უჩლუნგებს.
გოლიათი არის ძალა, რომელსაც სიტყვა არ აინტერესებს. მისთვის მთავარია განტოლება, ალგორითმი და ტონაჟი. ნაწილი პირველი. მოწინააღმდეგეები ბრძოლამდე და 40 დღიანი დუმილი. ახლა დააკვირდით, ვინ იყვნენ ისინი ამ კოსმიურ შეჯახებამდე. გოლიათი იყო სრულყოფილი ბიოლოგიური და მექანიკური მანქანა. მას ჰქონდა საუკეთესო იარაღი, რკინის აბჯარი და ურყევი ლოგიკა. იგი წარმოადგენდა იმ სამყაროს, სადაც ყველაფერი წინასწარ არის დათვლილი და დაპროგრამებული. მას არ სჭირდებოდა აზრი. ის თავად იყო მასა. დავითი ბრძოლამდე იყო სიჩუმის მწყემსი. ის არ ცხოვრობდა ხმაურში. ის უვლიდა ფარას და უვლიდა სიტყვას. სიტყვა მისთვის არ იყო ინფორმაციის გადაცემის იარაღი. ის იყო ღმერთთან შეხების ერთადერთი ცოცხალი არხი. ბიბლია გვეუბნება, რომ გოლიათი 40 დღის განმავლობაში გამოდიოდა ველზე და იწვევდა ისრაელს. რატომ 40 დღე? ეს 40 დღე იყო სისტემის მიერ გამოცხადებული დუმილისა და შიშის გამოცდა. ტკბილი ელოდა, გამოჩნდებოდა თუ არა ვინმე, ვინც ამ მექანიკურ რეალობას აზრს დაუპირისპირებდა. და მე-40 დღეს, როდესაც რიცხვი 40 სრულდება, როდესაც ასო-ნიშანთა სრული ციკლი იკვრება, გამოდის დავითი. ის არ იცვამს საულის მძიმე სამხედრო აბჯარს, რადგან სისტემის იარაღით სისტემას ვერ დაამარცხებ. დავითი გამოდის იმით, რაც 40 ასო-ნიშნით არის ნაქსოვი. და ეს არის სიტყვა. მან აიღო 5 ქვა. სიმბოლური წაკითხვისას ქართულ ასომთავრულში მე-5 ასო შეიძლება დაუკავშიროთ ენას, მეტყველებასა და შინაგან ცნობიერებას. დავითმა დაინახა, რომ გოლიათი მთელი თავისი ტექნოლოგიური უპირატესობით მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი ფიტულია, რადგან მის ციფრულ კოდში სული არ ტრიალებს. მან აიღო 1 ქვა, 1 ცოცხალი სიტყვა და მოარტყა გოლიათს შუბლში, ანუ აზროვნების ცენტრში. ეს არ იყო ფიზიკური მკვლელობა, ეს იყო კოგნიტური დარტყმა. უზენაესმა აზრმა გამოაცალა ძალა რიცხვს და გოლიათი დაეცა, რადგან რიცხვს აზრისა და სულის გარეშე სიცოცხლის უნარიანობა არ გააჩნია. მნიშვნელოვანი დაზუსტება. ეს ტექსტი არ არის რიცხვების, მეცნიერების, ტექნოლოგიის ან ტექნოკრატიის წინააღმდეგ მიმართული. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც რიცხვი მთლიანად ანაცვლებს აზრს, ხოლო ტექნოლოგია ცნობიერებას. გოლიათი არ არის რიცხვი. გოლიათი არის რიცხვი, რომელმაც სიტყვა დაივიწყა. გოლიათი არის ტექნოლოგია, რომელმაც მიზანი დაკარგა. გოლიათი არის ძალა, რომელსაც დაავიწყდა თუ რას ემსახურება. ნაწილი მეორე. გოლიათის ეპოქა. რაში ცხოვრობთ თქვენ? ახლა კი თვალებში ჩავხედოთ რეალობას. გოლიათი არ მომკვდარა. მან უბრალოდ განიცადა მუტაცია. გამოიცვალა სხეული და მისი დღევანდელი იარაღი ბინარული კოდია 0 და 1. სიტყვა ბინარული მოდის ლათინური სიტყვიდან ბინი 2, ანუ წვილად.
ბინარიუს, ორი ნაწილისგან შემდგარი, ორმაგი. აქედან წარმოიშვა თანამედროვე სიტყვა ბინარული. ანუ ორ ელემენტზე, ორ მდგომარეობაზე, ან ორ არჩევანზე დაფუძნებული. თქვენ გონიათ, რომ თავისუფალ სამყაროში ცხოვრობთ. შეხედეთ თქვენს ყოველდღიურობას. როგორ ყავხართ დამონებული ტკბილ ათს, ქულების კულტი. თქვენი პიროვნება, თქვენი ნიჭი და ინტელექტი უნივერსიტეტში თავსდება 1-დან 10-მდე სკალაში. თუ 10-იანზე ხარ, წარმატებული ხარ. თუ არა და სისტემა გბლოკავს. ჩვენ დავივიწყეთ ცოდნის ხარისხი და გადავედით ქულების დაგროვებაზე. ალგორითმული იდენტობა. შენი ეგზისტენციალური მასა დღეს იზომება ლაიქების, ნახვების, გამოწერებისა და პოსტების რაოდენობით. შენი აზრები, განცდები და ტკივილიც კი ალგორითმისთვის მხოლოდ ციფრული ტრაფიკია. შენ აღარ ხარ ადამიანი, შენ ხარ user ID. ეკონომიკური ტყვეობა. შენი შრომა, შენი შემოქმედება და ენერგია გადაყვანილია საბანკო ანგარიშის ციფრებში. როდესაც ადამიანი საკუთარ ფასზე ფიქრობს, ის ფიქრობს ციფრებზე და არა იმაზე, თუ რა კვალი დატოვა სამყაროში. დროის მეტრიკა. თქვენი ყოველი წუთი ოპტიმიზებულია, დაგეგმილია და გაყიდული. სისტემა არ გიტოვებთ დროს სიჩუმისთვის, ფიქრისთვის, დუმილისთვის, რადგან სიჩუმეში დავითი იბადება. გოლიათს კი თქვენი ხმაური და ციფრული აქტივობა სჭირდება. დღეს სიტყვა მკვდარია. არა იმიტომ, რომ წერა-კითხვა დავივიწყეთ, არამედ იმიტომ, რომ სიტყვას გამოეცალა სული. იგი იქცა ინფორმაციულ ნაგვად, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი მილიარდობით აგენერირებს წამში. ნაწილი მესამე. ქრისტეს მიერი კოდი და 46 ქრომოსომის საიდუმლო. მეგობრებო, ამ მახედან გამოსასვლელი გზა არსებობს და ის საღვთისმეტყველო კოდშია ჩაწერილი. სახარებაში ქრისტე ამბობს: დავითის ძე ვარ. ეს არ არის მხოლოდ ბიოლოგიური გენეალოგია. ეს არის სიტყვის მემკვიდრეობა. დავითის 40-ნიშნიანი სისტემა ქრისტეში პოულობს თავის აბსოლუტურ რეალიზაციას. ქრისტე ასონიშნებს სული წმინდით ნათლავს, რათა მკვდარი ნიშნები ცოცხალ აზრად აქციოს. და ყველაზე მთავარი მეტაფიზიკური გაფრთხილება. 46 წელს შენდებოდა ტაძარი ესე და შენ 3 დღეში აღადგენ მას. იოანე 2:20. შემდეგი მონაკვეთი წარმოადგენს სიმბოლურ პარალელს და არა ბიბლიური ტექსტის ტრადიციულ განმარტებას. ეს არის კოსმიური შიფრი. ადამიანის ბიოლოგიური სხეული შედგება ზუსტად 46 ქრომოსომისგან. ეს არის ჩვენი მატერიალური ტაძარი. ბიოლოგიური მოცემულობა, რომელიც ბერდება, ავადმყოფობს, ექვემდებარება სიკვდილს და რომელსაც გოლიათის სისტემა მართავს. ქრისტე კი ამბობს: მე ამ 46 ქრომოსომიან წმინდად ბიოლოგიურ და მატერიალურ ტაძარს დავანგრევ და 3 დღეში სამების სულიერ სივრცეში აღვადგენ ახალ სულიერ სხეულს. სისტემიდან გამოსვლა ნიშნავს უარი თქვა იყო მხოლოდ ბიოლოგიური მასა, 46 ქრომოსომა და გახდე ახალი ქმნილება, რომელიც სიტყვითა და სულით ხელახლა იბადება.
გოლიათი გიწვევთ და გეუბნებათ. დარჩით ჩემს ათობით სისტემაში, იყავით კომფორტულად, ამრავლეთ ათიანები, იყავით მხოლოდ 46 ქრომოსომა, იყავით ციფრები ჩემს სერვერებზე. მე თქვენ გაჭმევთ ტკბილ ათს და წაგართმევთ სულს. დავითი კი გადმოდგამს ნაბიჯს 40 ასონიშნიანი ქართული ენის სიღრმიდან და გეუბნებათ. აიღეთ სიტყვა, ამეტყველეთ აზრი. ჩევად არ იგება სურვილი სამეგრა. უარი თქვით ალგორითმულ აზროვნებაზე. ნუ მისცემთ უფლებას სოციალური ქსელების რიცხვებს განსაზღვრონ თქვენი განწყობა და თვითშეფასება. თქვენი ფასი ლაიქებით და მოწონებებით არ იზომება. დაუბრუნდით სიტყვის ხარისხს. ისაუბრეთ არა იმ კოდური, მშრალი, რობოტიზირებული ენით, რომელსაც გაჯეტები გაიძულებენ, არამედ ცოცხალი, ღრმა, აზრიანი ქართული სიტყვით, რომელსაც სულიწმინდის გაცოცხლება შეუძლია. გამოდით 46 ქრომოსომის ტყვეობიდან. ნუ ცხოვრობთ მხოლოდ მატერიალური, ინსტინქტური, ბიოლოგიური მოთხოვნილებებით. თქვენ ხართ ტაძარი, რომელიც სულიერად უნდა აღდგეს. გაბედეთ და ესროლეთ თქვა გოლიათს. ყოველი თქვენი უარი ყალბ რეალობაზე, ყოველი თქვენი ავთენტური, სუფთა, გულწრფელი აზრი არის ის ქვა, რომელიც პირდაპირ შუბლში ხვდება დღევანდელ ციფრულ გოლიათს. ციფრები შეიძლება დღეს მეფობდნენ, რადგან მათ აქვთ მასა და ძალაუფლება, მაგრამ რიცხვი მხოლოდ ზომავს, სიტყვა ქმნის. ნუ იქნებით ციფრები, იყავით სიტყვა. დავითის დრო დადგა და ეს დავითი თვითოეული თქვენგანია, ვინც გაბედავს და აზრის ველზე გავა საბრძოლველად. არჩევანი ყოველთვის შენს ხელშია. გოლიათი იყო თუ დავითი, ორივეა შესაძლებელი. გააჩნია რომელს აირჩევ. რასაც ვერ ხედავ, იმას ვერ აირჩევ. რასაც არ ცვლი, ირჩევ. და რასაც ირჩევ, ის ხდება. სისტემური ცვლილება ხდება იქ, სადაც შინაგანი გაგება იბადება. ადამიანი, რომელმაც რაიმე გაიგო საკუთარ თავზე, იგივე სხვაშიც ამოიცნობს. იქ, სადაც არსებობს გაგება, აღარ არის ბრძოლა. ბრძოლები მიმდინარეობს იქ, სადაც გაგების ნაკლებობაა. გახსენით გულები და შემოიყვანეთ გონი. მაშინ დაიწყება ნამდვილი ცვლილება. გაგების გარეშე არაფერი ხდება. სამყარო კი ყველა ფერია. ნება შენი. რასაც გასცემ შენია. და შენ რომელი ხარ? თქვენთვის ტრანსლირებდა დრო სივრცეში მოგზაური, კოსმიური სკოლის ალქიმიკოსი, სიტყვის არქიტექტორი და სინათლის მატარებელი, შენიანი. ამენით.
აქ რაღაც სხვა ამბავი იყო და მაგიტო Anmangan down Elmi zen